Again, good day, everyone. My name is Kasia Świeczkowska. I come from Poland, and I am a member of the organizing committee of the Listening and Sharing session 2025. I am really happy to be with you again because I was with Georgia also last year. And I'm also happy that you are a part of this big international event. Transition is a very challenging issue in most places of the world. So I'm sure you're going to have very interesting presentations and discussion on the topic. I wish you a very fruitful meeting, and I hope to meet you also in 2026. Thank you. Thank you, dear Katerina. Also, we are very happy that this is fifth time we are joining the Listening and Sharing conference sessions. So, as you already mentioned, we will talk about the moving to adulthood and also the transitional problems in Georgia. And our team will speak about these challenges of transition in adulthood, also as a clinicians and therapist perspective. Also, our families will talk a bit about these problems. First of all, I will talk in Georgian and give the word to the first presenter who is our speech and language special teacher, Khatuna. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს არის მეხუთე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მოსმენის და გაზიარების კონფერენციაში, რომელიც არის მსოფლიო მასშტაბით ტარდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, წლევანდელი თემა ეს არის მოზარდობაში გადასვლა და ტრანზიცია და სწორედ დღევანდელი ჩვენი მომხსენებლები იქნებიან არა მხოლოდ კლინიცისტები ან თერაპევტები, ასევე მოვისმენთ მშობლების განახულ პრობლემებსაც და პირველი მომხსენებელი იქნება ქალბატონი ხათუნა, რომელიც ნეიროპავითარების ცენტრში მუშაობს და არის ჩვენი სპეციალური პედაგოგი ან უფრო სწორად ვთქვათ, ეს არის აკადემიური უნარების სპეციალისტი და პირველ მოხსენებას დაუთმობ მას. მოგესალმებით. მოგესალმებით, მე ვისაუბრებ ტრანზიციაზე, ბავშვების ტრანზიციაზე, საბავშვო ბაღიდან სკოლაში და სკოლიდან შემდეგ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ვისაუბრებ იმ კომპონენტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესისთვის, ვისაუბრებ ასევე იმ ხელშეწყობაზე და მხარდაჭერაზე, რაც აადვილებს, ასე ვთქვათ, ამ პროცესს და ასე ვთქვათ, უმსუბუქებს ბავშვებს გარკვეულ სტრესს. ტრანზიცია არის პროცესი, რომელიც მოიცავს ბავშვის შესვლას ან გადასვლას საგანმანათლებლო მომსახურებებს შორის და ემსახურება სასკოლო მგზავრობის განვითარების და ზოგადი განათლების წარმატებით დაწყების ხელშეწყობას. ტრანზიცია არა რაიმე ერთჯერად მოვლენას, არამედ განგრძნობით და საკმაოდ კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს. ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე დიდებით გავდივართ გარკვეულ ტრანზიციას და ცვლილებებთან შეგუება გარკვეულწილად არის სტრესთან დაკავშირებული და ეს ადამიანისთვის არ არის ადვილი და განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ამიტომ მათი მხარდაჭერა, მომზადება აი ამ პროცესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირ აისახება მათ განვითარებასა და შემდგომ უკვე აკადემიურ წარმატებაზე. წარმატებული ტრანზიცია ბავშვის, მისი ოჯახის და მიმღების საგანმანათლებლო გარემოს უწყვეტ გრძელვადიან მხარდაჭერას გულისხმობს. ბავშვის ტრანზიციისთვის მზადება მანამდე უნდა დაიწყოს, სანამ ცხოვრების მიმდინარე ეტაპი დასრულდება და ბავშვი ახალი ეტაპის პირისპირ აღმოჩნდება.
ტრანზიციას აქვს თავისი ფუნქცია და ასე ვთქვათ, დადებითი მხარე ის, რომ ტრანზიციას აქვს განმავითარებელი, როგორც ემოციურად, ფიზიკურად, შემეცნებით მხრივ და ეს საკმაოდ ახალ ღირებულებას და გამოცდილებას იძენს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სკოლაში მიღებული გამოცდილება, ტრანზიციის დროს მიღებული გამოცდილება და სასკოლო გამოცდილება, ეს არის გარკვეულწილად გამსაზღვრელი ოპტიმალური ბავშვის განვითარების და მისი შემდგომი აკადემიური წარმატების. მიუხედავად ამისა, ყოველი ახალი ტრანზიცია შესაძლოა საკმაოდ რთული, მტკივნეული და სტრესული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თუ არ იქნება განსაკუთრებით უზრუნველყოფილი შესაბამისი მხარდაჭერა და მომზადება აი ამ ახალი ცვლილების შეგუებასთან მიმართებაში. ტრანზიციის მიზანია სწორედ ეს, რომ ბავშვებისა და მათ შორის სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დამოუკიდებლობის და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მოხდეს. ხელს უწყობს აგრეთვე დასაქმების და შემდგომ უკვე კარიერის დაგეგმვის პერსპექტივას. ეხლა რამდენი რგოლისგან შედგება და ვის ეხება ეს ტრანზიცია? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ბავშვი. ბავშვი უნდა იყოს გამსაზღვრელი და ბავშვი უნდა იყოს მონაწილე იმისა, თუ რა ელის მას. ჩვენთვის დიდებისთვის ძალიან გასაგებია ცნება სკოლა, მაგრამ სკოლაში, როდესაც ბავშვი შედის, მისთვის აბსოლუტურად ბუნდოვანი და შეიძლება რაღაც სტრესის მომგვრელიც კი იყოს, რადგან მან არ იცის ახალ გარემოში რა დახვდება, როგორ შეხვდებიან მას. საერთოდ ვერ წარმოუდგენია რა ხდება სკოლაში, ვინ დაეხმარება, რამდენად უსაფრთხო იქნება მისთვის გარემო. აი ძალიან ბევრი კითხვები უჩნდებათ ბავშვებს. ტრანზიცია ეხება არა მარტო ბავშვს, არამედ ეხება მშობლებსაც, ეხება სკოლას, მასში ჩართულ მასწავლებლებს. მომზადება სჭირდება როგორც ბავშვებს, სჭირდება მშობლებს და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც არის მიმღები ტრანზიციის პროცესში. და ეს წარიმართება და იმართება, რა თქმა უნდა, სამინისტროების გამგეობების და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და ადრეული ინტერვენციის პროგრამების მიერ. ხელშეწყობილი ტრანზიცია გულისხმობს იმას, რომ მომზადება იწყება ბევრად ადრე. ეს შეიძლება მოხდეს ბაღში, სასკოლო მზაობის პროგრამის გავლით. ამგზნელები ძალიან არიან ჩართულები და გაცილებით ადრე იწყებენ მომზადებას იმისთვის, რომ ბავშვებმა მარტივად გადალახონ ეს შეგუების პროცესში. ჩვენს ცენტრშიც ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის პროგრამა, სადაც არის ჯგუფები, სადაც ბავშვები ემზადებიან, იღებენ იმ გამოცდილებას, რომლებიც შემდგომ უკვე გამოადგებათ სკოლაში. ხშირად ისმევა კითხვები, რა შედის სასკოლო მზაობის კომპეტენციებში და ზოგჯერ მშობლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის მხოლოდ წერის, კითხვის ან ანგარიშის სწავლა და ამის ოცოდნა. თანამედროვე მიდგომებით სასკოლო მზაობის კომპეტენციებში ძალიან მნიშვნელოვანია და პირველ ადგილს იკავებს სოციალური უნარები. თუ როგორ შეუძლია ბავშვებს ურთიერთობა თანატოლებთან, როგორ შეუძლიათ ურთიერთობა მასწავლებლებთან, როგორ შეუძლიათ თავიანთი ემოციების გამოცნობა, სხვების ემოციების გამოცნობა, ემოციების მართვა და რეგულაცია, რამდენად არიან სწავლისადმი განწყობილები, ცნობის მოყვარეობა რამდენად არის მათში და რამდენად შეუძლიათ თვითმომსახურეობა. რაც შეეხება წინა აკადემიურ და აკადემიურ უნარებს, ეს ცოტა უფრო ქვედა პლანზე არის გადანაცვლებული. ალბათ ბევრ ბავშვს ვიცნობთ, რომლებსაც შეუძლიათ ანგარიში, იციან ასოები, მაგრამ არ შეუძლიათ სხვა ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარება და ეს უშლით მათ ხელს სასკოლო პროცესში ჩართვაში. 0-დან 8 წლამდე არის განვითარების თავისებურებები ბავშვებში, რომლებიც განსაზღვრავენ, რამდენად შეძლებენ ბავშვები სკოლაში
ადაპტაციას და აი ამ ტრანზიციის პროცესს წარმატებულად გადალახავენ. პირველი ეს არის აუცილებლად იდენტობის და მიკუთვნებულობის შეგრძნება. თუ ვინ ვარ მე, როგორი ვარ, რა შემიძლია, რა არ შემიძლია, რომელ თემს ვეკუთვნი, ეს შეიძლება იყოს სკოლამდელი და ბაღი, სკოლა და ასე შემდეგ. აუცილებელია რომ ბავშვს ჰქონდეს კეთილდღეობის შეგრძნება. ეს შეიძლება იყოს ემოციური, ფიზიკური და იყვნენ ჩართულები და ეფექტურები სასწავლო პროცესში. აი თუ ყველაფერი ეს მის განვითარების კომპონენტებს შეადგენს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვი არის მზად სკოლისთვის. მომზადებული ბავშვი თავს გრძნობს უსაფრთხოდ ახალ გარემოში, ავლენს სოციალურ და ემოციურ შეგუებას, აქვს მიკუთვნებულობის განცდა ახალ თემთან, ახალ ჯგუფთან, შესაბამისად ემოციურადაც ისინი არიან, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილები, არიან თავდაჯერებულნი, აქვს კეთილდღეობის ძლიერი შეგნება, არიან ეფექტური კომუნიკატორები. მომზადებული ოჯახი რას გულისხმობს? ანუ იგივე ფოთვა, რაც ბავშვებს აქვს ხოლმე, მსგავსი აქვს მშობლებსაც, როდესაც მათი შვილები პირველ ნაბიჯებს დგამენ ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მშობლებს აქვს ყველანაირი უფლება, დასვან შეკითხვები და მიიღონ სწორი პასუხები ამ შეკითხვაზე. შეამცირონ ფოთვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელის ახალ გარემოში მათ შვილებს, როგორ მიიღებს ახალი სასწავლო დაწესებულება მათ ბავშვებს, როგორ მხარდაჭერას გამოუცხადებს და ეს ორმხრივი კავშირი აუცილებლად უნდა იყოს დაყარებული პატივისცემაზე აი ამ რგოლებს შორის. საჭიროა აგრეთვე სკოლის მომზადება ტრანზიციისთვის, არა მარტო ბავშვის, მშობლის, ასევე სკოლის. რამდენად არის გარემო, ასე ვთქვათ, უნივერსალური დიზაინის პრინციპით მოწყობილი. სკოლაში არსებული ინვენტარი, სხვა დამატებითი საჭირო მომსახურებები არის თუ არა, თუ კი ბავშვს ჭირდება მაგალითად აქვს კომუნიკაციის და მეტყველების სირთულე, არის თუ არა ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები და კომპეტენტურები არიან თუ არა სპეციალისტი. ბავშვი, რომელიც სკოლას დადებითი გამოცდილებით იწყებს, თავს ბევრად უფრო დაცულად და შვიდად გრძნობს ახალ გარემოში და მისი განვითარებაც ოპტიმალურად მიმდინარეობს. ეს გახლავთ ტრანზიციის ეტაპები, თავიდან ხდება ბავშვის საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური და ტრანზიციის გეგმის შედგენა, მშობლებთან და სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და უწყვეტი მხარდაჭერა. ტრანზიციის პროგრამა ეხება ყველა ბავშვს და არა მარტო სპეციალური საჭიროების მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ხოლო ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა კონკრეტულ ბავშვს ეხება, როდესაც ამ ბავშვის კონკრეტული საჭიროებებია. აი ეს არის ნიმუში ერთ-ერთი ბავშვის ტრანზიციის გეგმის, რომელიც ეფუძნება იდენტიფიცირებულ საჭიროებებს და ასახავს გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათზე რეაგირება. ეს არის ყველაზე მარტივი ფორმა, სადაც არის ინფორმაცია, თუ ვინ რას გააკეთებს, ვის რა როლი აქვს, ამზრდელს, მშობელს, მიმღებ დაწესებულებაში მასწავლებლებს და ასე შემდეგ. არსებობს აგრეთვე ბროშურები, გამკვლევები, შეფასების ფორმები, თვითრეფლექსიის კითხვარები სკოლებისთვის, ბაღებისთვის, ან რამდენად არიან ისინი მომზადებული მიიღონ ბავშვები. არსებობს სოციალური ისტორიების ესეთი პატარა ბროშურები, ფერადი ილუსტრირებული, სადაც ამბავი არის მოთხრობილი პატარა გოგონას და ბიჭუნას შესახებ, რომლებიც მიდიან სკოლაში და რა შეიძლება მათ მოელოდეთ აქ, რაღაც პატარა ისტორიები არის მოთხრობილი. ეს შესაძლებელია თვითონ მშობელმაც მოიფიქროს, რომ ბავშვისთვის ეს ისტორიები იყოს მისთვის მისაღები, საინტერესო და რა თქმა უნდა მისთვის ინფორმაციის შემცველი. საჭიროა აგრეთვე წინასწარ გავგეგმოთ მოსწავლის სკოლაში ვიზიტი
დაწყებამდე, გაიცნონ მასწავლებლების სკოლის შენობა, რესურს ოთახი, სკოლაში წინასწარი ვიზიტები გამოიყენონ მოსწავლის გასაცნობად თვითონ პედაგოგებმაც, დაამყარონ მათთან კომუნიკაცია და წინასწარ გააკეთონ იმის პროგნოზი თუ რა საჭირო მასალები ან მომზადება დაჭირდებათ იმისთვის, რომ ბავშვებთან ჰქონდეთ სწორი კომუნიკაცია. მე მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის საკომუნიკაციო პასპორტი, როდესაც ბავშვებს აქვს სპეციალური საჭიროება, აქვთ კომუნიკაციის და მეტყველების სირთულე, ვერ საუბრობენ და ეს არის ერთგვარი ხმა ბავშვების, სადაც აი ესეთი პატარა წიგნაკის სახით არის წარმოდგენილი, აქ შეიძლება ჩავსვათ ბავშვის ფოტო და ბევრი ინფორმაცია არის შეყვანილი ბავშვის შესახებ. ამას ავსებს შესაძლოა მშობელმა შეავსოს, შესაძლოა აღზრდელმა ბავშვი, ანუ ეს არის რაღაც ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც შემდგომ რგოლს გადაეცემა. არის აგრეთვე აი ეს ერთი მეორე გვერდი არის მოცემული ინფორმაცია, იქ მე ჩავწერე დაახლოებით რა შეიძლება როგორი ინფორმაცია შევიყვანოთ. მე მაქვს ცერებრული დამბლა, რაც ნიშნავს, რომ მე დახმარება მჭირდება იმისთვის, რომ რაღაცები გავაკეთო. მე მჭირდება ეტლი, რომ ვიარო აქეთ-იქეთ და ასე შემდეგ. მსგავს ინფორმაცია შეიძლება შევიყვანოთ. დამხმარე რესურსები შესაძლებელია მოსწავლეს უფრო მკაფიოდ გააცნოს დღის რეჟიმი და მოთხოვნები. სკოლიდან შემდგომ ეტაპზე ტრანზიცია გულისხმობს მხარდაჭერას კარიერის დაგეგმვაში, საკუთარი უნარების, ინტერესების გამოკვლევასა და გაფართოებაში, ინფორმაციის მიწოდებას უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარიცხვის პროცედურების შესახებ. ეს უკვე რაც საბაზო საგანმანათლებლო პროგრამას დაასრულებენ, უკვე ხდება გადასვლა პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებელში და აი ამ პროცედურებში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მხარდაჭერა გულისხმობს აგრეთვე სხვადასხვა პროფესიების გაცნობას, სხვადასხვა სასწავლო აქტივობებით, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ სპეციალისტებთან შეხვედრების ორგანიზება და მოსწავლების მხარდაჭერა პროფესიულ ორიენტაციაში, მოსწავლეთა ვიზიტების დაგეგმა და ორგანიზება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ, რომელიც საქართველოში არსებობს ტრანზიციის, ასე ვთქვათ, პროცესის გაადვილებასთან დაკავშირებით. ეს არის ინკლუზიური განათლების სისტემის არასაკმარისი მხარდაჭერა, სპეციალისტთა მომზადების დეფიციტი, სერვისების და რესურსების ნაკლებობა რეგიონებში, ტრანზიციის გეგმის არარსებობა ან ფორმალური ხასიათი, დასაქმების შესაძლებლობის სიმცირე ახალგაზრდებისთვის. მე მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოები, სადაც ასახულია აი ამ მხარდაჭერილი ტრანზიციის შედეგად როგორ ხდება ბავშვების გადასვლა სკოლაში და რამდენად ასე ვთქვათ, ემოციურად ჩართულები არიან და კეთილდღეობით, ასე ვთქვათ, არიან ავსილები და ძალიან ადვილად აკეთებენ აი ამ შეგუების პროცესს ახალ გარემოსთან. ეს გოგონა, რომელიც ჩვენთან გადიოდა სასკოლო მზაობას, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ყოველგვარი სტრესის გარეშე ჩაერთო სასწავლო პროცესში, დაიწყო სკოლაში სიარული და თავს გრძნობს აბსოლუტურად კომფორტულად. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ხათუნა. მოდით სწრაფად რომ ყველა მოასწროს, მარიამ გადავიდეთ. მარიამ ცხადიაშვილი არის ოკუპაციური თერაპევტი და შემდეგი მომხსენებელი და ცოტა სწრაფად მოგვიყევი ქალბატონო მარიამ, თუ შეიძლება რომ დანარჩენებმაც მოასწრონ და კითხვები მე მგონი ჯობია ბოლოს, არა სიტყვით. ან მოსაზრებებით უბნებავთ, მხოლოდ კითხვები არ არის.
გაიწყე მარო. კი ბატონო, მოგესალმებით. მე ვარ მარიამ ცხოდიაშვილი, ოკუპაციური თერაპევტი. გადიდე ის მოხსენე. არ ჩანს ბოდიში. პრეზენტაციის რეჟიმში არ ჩანს, ისე ჩანს. მარიამ, მთელი ეკრანის გაზიარება მიეცი და არ იქნება პრობლემა. კი. ძალიან აღარ დავწრომლანდები, იმიტომ რომ ხათუნამ საკმაოდ ისე მრავალმნიშვნელოვნად ისაუბრა ტრანზიციაზე და ვეცდები, რომ რაც შეიძლება მოკლედ გავიარო საკითხი, თუმცა დავამატებ, რომ ძირითადად ასე ვთქვათ, ვისაუბრებ მე მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან ტრანზიციაზე. მოკლედ რო ვთქვათ, რას მოიცავს ამ შემთხვევაში ტრანზიცია, ანუ ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური გარემოს, ასევე სოციალური გარემოს ცვლილება ადამიანისთვის, აქ შეიძლება იყოს როგორც გარემოს, ისევე როლების ცვლილება, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს როგორც ადამიანის შესაძლებლობაზე და მის პროგრესზე, განვითარებაზე, თუმცა შესაძლებელია, რომ არასწორი ტრანზიციის შემთხვევაში მისი პიროვნული განვითარების შეფერხებაც მოხდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორი ტრანზიციის პროცესი მართოთ და მივყვეთ, ასე ვთქვათ, ტრანზიციის საფეხურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, წარმატებულად და ჯანსაღი ცხოვრებისთვის, ასე ვთქვათ, მარტივად მივაღწიოთ და ამისთვის მნიშვნელოვანია სწორი საფეხურების გავლა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ამ პიროვნებასთან, ასევე მასთან დაკავშირებული სოციალური გარემოსთან სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება. იმ გარემოში, სადაც უშუალოდ არის ეს კონკრეტული ადამიანი და ასევე იმ გარემოში, სადაც უშუალოდ უნდა მოხდეს მისი ტრანზიცია. წარმატებული გადასვლის, ანუ ამ ტრანზიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის თვითონ ადამიანის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინება, როგორიც არის მისი ინტერესები, სურვილები, საქმიანობები, მისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი სხვადასხვა სერვისების ხელმისაწვდომობა, ფიზიკური გარემოს გათვალისწინება, რაც შეიძლება ხელშემწყობი იყოს. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის კვლევა, ასევე მისი დღის რუტინა და აქტივობები, რაც შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი იყოს, ან თუნდაც პიროვნული განვითარებისთვის საჭირო იყოს. და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა მოვიცოთ, როდესაც ამის კვლევას ჩავატარებთ ცალკეულად, მნიშვნელოვანია უკვე დავახარისხოთ, რა არის ძლიერი მხარეები, რა რესურსები არის, ან რა რესურსები გვჭირდება. რა გამოწვევები ჩნდება ამ ადამიანისთვის, მისთვის ახალ გარემოში, ამ კონკრეტული საქმიანობების ასე ვთქვათ, შესასრულებლად და შემდეგ უკვე ამ კვლევების საფუძველზე ხდება მიზნების დასახვა. რა არის საჭირო, რა ცვლილებები არის ამისთვის განსახორციელებელი, პირობითად ვის შეიძლება რომ მივმართოთ, როგორ შეიძლება რომ სწორი კომუნიკაცია ჩამოყალიბდეს, თუნდაც ფიზიკური გარემოს მოკვლევა და ინტერვენცია როგორ მოვახერხოთ და ასე შემდეგ. ოკუპაციური თერაპევტებით ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროცესში და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ადამიანის, ანუ ყველაფერი მისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნება თუ ინტერესი გათვალისწინებული იყოს და ახალ გარემოში მას შეეძლოს საკუთარი ცხოვრებით, ასე ვთქვათ, ბედნიერება მიიღოს, განვითარდეს, დამოუკიდებლობა გაიზარდოს, სოციალური თანამონაწილეობა იყოს გაზრდილი. ამისთვის ზუსტად ეს, ასე ვთქვათ, ყველა ნაბიჯის თანმიმდევრულობის დაცვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანმა, ანუ ადამიანისთვის იყოს ჯანსაღი გარემო შექმნილი და შეძლოს თავისი მაქსიმალური პიროვნული განვითარების მიღწევა. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც ეხება უშუალოდ კონკრეტულად ვსაუბრობ მცირე საოჯახო ტიპის სახლზე და ამ შემთხვევაში არ ვეხები სხვა მომსახურებებს, ეს ტრანზიციის პროცესი საკმაოდ დაუგეგმავად მიმდინარეობს და შემიძლია კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ვისაუბრო. პირველ რიგში
ნებისმიერი სტანდარტის მიხედვით, ანუ კონკრეტულად ახლა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებაში სტანდარტში რა თქმა უნდა არის ეს ეტაპი ტრანზიციის. თუმცა არ არის ეს, რა თქმა უნდა, ჩაშლილად, ისევე როგორც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე. და უმეტეს შემთხვევაში ეს ტრანზიციის პროცესი არ მიმდინარეობს, არათუ არასწორად მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მიმდინარეობს. პირველი ეტაპი, როდესაც მცირე საოჯახო ტიპის სახლი იხსნება, ტრანზიციის გარკვეული ეტაპები არის, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული, რომელიც მოიცავს მაგალითად ახალ გარემოში, სადაც მოზარდს უწევს გადასვლა, იქ არსებული სოციალური გარემოსთან კომუნიკაცია პრინციპში ნაკლებად აქვს, მხოლოდ აქვს აღმზრდებლებთან, რომლებიც მათთან არიან და ასე ვთქვათ, ტრანზიციის ეტაპი ამ შემთხვევაში მხოლოდ მოიცავს აღმზრდელების კომუნიკაციას, გაცნობას, მეტნაკლებად მათი ინტერესებისა და ემოციების გათვალისწინებას, თუმცა, როდესაც ხდება უკვე უშუალოდ ტრანზიციის პროცესი, ამ შემთხვევაში უკვე აღარ ხდება არც ფიზიკური გარემოს გათვალისწინება, არც სოციალური გარემოს გათვალისწინება, ასევე არის თემი, სხვადასხვა სერვისების ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. მაგალითად, ჩვენ მქონდა ესეთი გამოცდილება, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ხსნის კონკრეტულად მითითებულ ადგილას მცირე საოჯახო ტიპის სახლს, სადაც დიდი ინსტიტუციებიდან გადმოჰყავთ ბავშვები. ტრანზიციის პროცესში სამწუხაროდ არ არის გათვალისწინებული კონკრეტულ რეგიონში არის თუ არა მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სერვისები. თუნდაც ყველაზე ელემენტარულ დონეზე რო ჩამოვიდეთ, მაგალითად ჯანმრთელობის სფეროზე, გქონია სხვადასხვა სირთულეები, რომ მაგალითად კონკრეტული კვლევები, რაც ბავშვს სჭირდება, შეიძლება იმ რეგიონში საერთოდ არ კეთდებოდეს. გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ ეს რეფერალი და გადამისამართება და ასე შემდეგ გვიწევს ამ შემთხვევაში, შეიძლება ამ დროს რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დავაზარალოთ და რაღაცა უფრო მძიმე შედეგები მივიღოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ტრანზიციის პერიოდში, რომ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, მანამდე იყოს სწორი მოკვლევა იმ სერვისების და სხვადასხვა საჭირო გარემოებების. გარდა ამისა, ფიზიკური გარემო, რომელიც სამწუხაროდ დღემდე აქტუალურია, თუნდაც ყველაზე მინიმალური პანდუსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში რეგიონებში მაინც გამოწვევად რჩება და რაც ასევე ხელს უშლის საჭირო სერვისების მიღებაში ამ ადამიანებისთვის. ასევე რთულად არის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული კომუნიკაცია რეალურად მცირე საოჯახო ტიპის სახლის, ასე ვთქვათ, ერთი დიდი რგოლი იკვრება, ეს არის ჯანდაცვა, ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტო და მცირე საოჯახო ტიპის სახლი. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს კომუნიკაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორად წარმართოთ პროცესები, უმეტეს შემთხვევაში არის დარღვეული, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებას ყველა, ასე ვთქვათ, რგოლი იღებს ცალ-ცალკე, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ეს მოზარდი ზარალდება. მაგალითად, ჩვენ მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც სოციალურმა ბავშვი იყო ჩვენთან ჩართული, მისი, ასე ვთქვათ, დღის აქტივობები იყო ძალიან მწირე დიდ ინსტიტუციაში, როდესაც ის ცხოვრობდა. ნაკლებად იყო ჩართული როგორც თვითმომბლის, ასევე მისთვის ასაკის შესაბამის აქტივობებში და ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება და ხელახალი რუტინის, ინტერესების კვლევა მოხდა უშუალოდ პირდაპირ მცირე საოჯახო ტიპის სახლში და როდესაც უკვე ჩვენ მეტნაკლებად მივაღწიეთ, ასე ვთქვათ, გარკვეულ შედეგებს, მისი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი გაიზარდა, მისი ჩართულობა გაიზარდა, როგორც თვითმმლის აქტივობებში, ასევე ასე ვთქვათ, სოციალური აქტივობებიც მეტნაკლებად გაიზარდა, მოხდა ესე ტრანზიციის ალბათ ყველაზე მარტივი, არასწორი ტრანზიციის მარტივი მაგალითი, რომ სოციალური სააგენტოსგან მოვიდა მომართვა და ზუსტად 2 საათში მოზარდი გადაიყვანეს სხვა მომსახურებაში, konkretად მინდობით აღზრდაში. ეს იყო ძალიან არასწორი ნაბიჯი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მომსახურების გამცემ ორგანიზაცია სამწუხაროდ არ ქონდა რაიმე ბერკეტი, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ შედეგი იყო
ძალიან ასე ვთქვათ, გულდასაწყვეტი გამომდინარე იქიდან, რომ ის პერიოდი, რაც რა მდგომარეობაც იყო, ასე ვთქვათ, დიდ ინსტიტუციაში, ზუსტად იგივე მდგომარეობაში დაბრუნდა ბავშვი მინდობით აღზრდაში. ანუ ამით გარდა იმისა, რომ ეს არასწორი ნაბიჯები განხორციელდა ტრანზიციისა, დაზარალდა ყველაზე მეტად ეს კონკრეტული ადამიანი. მაგრამ ტრანზიცია არ ეხება, როგორც არ აქვს მნიშვნელობა, თუ სწორად მივყვებით თუ არასწორად, ხო, ტრანზიციას. ერთ ადამიანზე არ ახდენს მხოლოდ ზეგავლენას. ზეგავლენას ახდენს მის ირგვლივ სოციუმზეც. ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება ესე ჩავთვალოთ, რომ კონკრეტულად ამ ერთი ბავშვის ტრანზიცია იყო და შეიძლება ესე კონკრეტულად кейსად რო განვიხილოთ, მხოლოდ ამ ბავშვზე ვისაუბროთ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი არის ასევე რა თქმა უნდა, ეს ბავშვი არის უპირველესი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ზემოქმედება მასზე მოხდა, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელი იყო მის ანუ ამ სახლში მცხოვრები სხვა ბავშვებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ შიში, შფოთვა, რომ შეიძლება ერთ დღესაც მათაც ზუსტად ესეთი უცებ გადასვლა მოსწეოდა და ეს იყო მათთვის ძალიან შემაშფოთებელი და აქვე აუცილებლად გასათვალისწინებელი არის აღმზრდელებიც, რომლებიც ასე ვთქვათ, მიჩვეულები იყვნენ, მასზე მორგებულები იყვნენ, იცნობდნენ, ანუ ემოციური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, თუმცა აი ეს რაღაცა უცებ ჩაწყვეტა მოხდა ამ ყველაფრის და დიდი ზეგავლენა მოახდინა ორივე მხარეს. მაგრამ როგორც ხდება ეს ასე მარიამ, ბოდიში მარიამ, მაგრამ 5 წუთიც არა გაქვს, რომ კიდე 2 უნდა მოვასწროთ. მალე მოვხდები. გარდა იმისა, ანუ მე ვისაუბრე ხა უშუალოდ კონკრეტულად მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან, კონკრეტული მაგალითი მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან სხვა სერვისში, მაგრამ როგორც კი, ასე ვთქვათ, გადინება ხდება, შემოდის ახალი кейსი. ახალი кейსის შემთხვევაში ზუსტად იგივე სიტუაცია არის, რომ ბავშვი, რომელიც სხვა თუნდაც მინდობითი აღზრდა თუ ინსტიტუცია არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც გადმოდის მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ეს მისთვისაც ასევე მოულოდნელი ამბავი ხდება, სრულიად ახალ გარემოში, სრულიად ახალ სივრცეში, ახალი ადამიანები, ძალიან სწრაფად ხდება ეს ცვლილება. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ხშირი არის ქცევითი გართულებებიც, რაც ხანდახან მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავი ავარიდოთ, მაგრამ ხანდახან ჩვენს გარემოში ამის კონტროლი და დარეგულირება ვერ ხდება და გვჭირდება კიდევ დამატებითი მომსახურებების ჩარევა, მაგალითად ფსიქიატრიული განყოფილების ჩარევა და ასე შემდეგ, რადგან როდესაც ბავშვი არის მაგალითად თუნდაც მინდობით აღზრდაში, მიჩვეული არის იმ გარემოს, იმ ადამიანებს და უცებ ხდება მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სადაც უწევს მუდმივად დარჩენა და ეს არ არის რაღაცა დროებითი ან რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე. ეს იწვევს როგორც მის და მისი ქცევითი გართულებები, ემოციების ფონზე ავტომატურად დანარჩენი ადამიანებიც, ასე ვთქვათ, გადადის ეს ყველაფერი მათზეც და იქ უკვე სრულიად ქაოსური სიტუაცია არის. და დიდ ზეგავლენას ახდენს ყველას არამედ უკვე ასე რაღაცა პიროვნულ შინაგან ემოციებზე და განვითარებაზე, თლიანად უკვე სახლის სტრუქტურა იცვლება, დამოკიდებულებები იცვლება, უკვე პრიორიტეტებიც ამ შემთხვევაში, როდესაც არის რაღაც ამხრივ შეიძლება უმართავი და რთული ემოციური ფონი, ამ შემთხვევაში უკვე ადამიანის რაღაცა კონკრეტულ განვითარებაზე და ორიენტირებული ვეღარ ხარ და მის რაღაცა სოციალურ თანამონაწილეობაზე და გაძლიერებაზე ორიენტირებული ვეღარ ხარ, იმიტომ რომ გიწევს აი ამ რაღაცა პატარა ჯგუფის ახლიდან ჩამოყალიბება, ახალი კომუნიკაციის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ მე თუ აღზრდელი მხოლოდ ამ ახლად მოსულ მოზარდთან მექნება კომუნიკაცია, ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, თუნდაც იმ პატარა ჯგუფში სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება და ურთიერთობის ჩამოყალიბება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ახალ ეტაპზე მოხდეს, ასე ვთქვათ, აი ამ გუნდის თავიდან შეკრა, რომ შეეწყონ, ასე ვთქვათ, ერთმანეთს, ერთობლივად ცხოვრება შეძლონ, ერთობლივად აქტივობების განხორციელება შეძლონ და სიამოვნებაში ეს ყველაფერი რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, თავიდანვე სწორი ტრანზიციის გეგმის მიყოლით, ბევრად უსაფრთხო იქნება, ბევრად და ასე ვთქვათ, მშვიდი გარემო იქნება. გარდა ამისა, ერთი აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ძალიან დიდი როლი აქვს ასევე თემს.
ჩვენ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გქონდა ერთ-ერთ რეგიონში, იმიტომ რომ როდესაც ზუსტად ესეთი სიტუაცია იყო, რომ ახალი ბავშვი როდესაც მივიღეთ მომსახურებაში და იქ იყო ძალიან დიდი პროტესტი, გაღიზიანება, სხვადასხვა გამოხატულებით, ამ შემთხვევაში ადგილობრივი თემი სამეზობლო ძალიან ნეგატიურად მიუდგა ამ საკითხს და იყო მიმართვიანობა გამგეობა მერიასთან, რომ დახურულიყო საერთოდ ეს სერვისი. იმდენად მიუღებლობა იყო ამ ყველაფრის. თუმცა აი ეს სწორი ტრანზიცია რომ მომხდარიყო თუნდაც საწყის ეტაპზევე და სწორად შერჩეულიყო თუნდაც გარემო, თუნდაც ის კონკრეტული დასახლება, სწორი კომუნიკაცია მომხდარიყო თუნდაც ადგილობრივ სამეზობლო თემთან, უფრო შვიდი გარემო იქნებოდა, ცნობიერება უფრო მეტად ამაღლებული იქნებოდა, მეტი ხელშეწყობა იქნებოდა სოციალური გარემოდან პირველ რიგში და სწორად წარიმართებოდა პროცესი და ამ ბავშვებს, მოზარდებს უფრო მეტი საშუალება იქნებოდა თუნდაც სერვისების ხელმისაწვდომობაზე, თუნდაც სხვადასხვა სივრცეში, თუნდაც რეკრეაციულ სივრცეში, მათი ჩართულობა უფრო სასიამოვნო იქნებოდა და მათი ასე ვთქვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო შეიცვლებოდა, იქნებოდნენ უფრო მოტივირებულები, უფრო მეტად ჩართული სოციალურ გარემოში, უფრო მეტად იქნებოდათ საშუალება, რომ სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა ადამიანებთან ქონოდათ კომუნიკაცია, ამიტომ ასე ვთქვათ, ჩემი დიდი გამოწვევა სერვისებიდან გამომდინარე არის ის, რომ უბრალოდ სტანდარტის მიხედვით კი არ იყოს გაწერილი, რომ იყოს ასე ვთქვათ, წარიმართოს სწორი ტრანზიცია. სავალდებულო ნაწილად უნდა იყოს ის, რომ რა ეტაპები უნდა იყოს გავლილი და აი ესე უბრალოდ ჩანაცვლება არ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის. დიდი მადლობა მარია. კითხვები ბოლოს იყოს, გადავიდეთ სწრაფად ახლა. ნინო, თუ შეიძლება მითხარი, ჯერ მშობელი თამარ საფერთელაძე მოახსენეთ თუ ჯერ ნაბოდა ნინო მაღრაძე. სალამი, ჯერ ნაბოდა ნინო. კი ბატონო, მაშინ გადავცეთ სიტყვა. გაზიარება შენი ეკრანის, რომ ანუ თქვენი ხო, აი აღარ ვეჭირდება ოპერატორი. კი ბატონო, გაძიარებული, ოღონდ პრეზენტაციაზე არ არის. აი всё. ისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მე ვარ ნინი მაყრაძე, კენოკარის კლინიკის ოკუპაციური თერაპევტი და ჩემს კოლეგა ნაბუქაჯაიასთან ერთად ვისაუბრებთ ტრანზიციაზე, ჩვენ შემთხვევაში ვისაუბრებთ მოზარდობიდან ზრდასრულობაზე გადასვლა და კონკრეტულად ერთ შემთხვევას განვიხილავ, რომელთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალებაც მომეცა კენოკარის სივრცეში. დიდი დრო ვარ წაგართვა და ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ ამ მოზარდზე, ეს იყო 16 წლის ბიჭი, რომელსაც აქვს კარგი კომუნიკაციის უნარები, საქმიანობებში უმეტესად დამოუკიდებლად ახერხებდა ჩართვას, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა და გარემო, რომელშიც ყველაზე აქტიურად უწევს ყოფნა, ეს არის სკოლა, სახლი და კლინიკის სივრცე. კლინიკაში ჩართულია ბავშვთა რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამაში და გარდა ჩემთან როგორც ოკუპაციური თერაპევტთან თერაპიების სერვისების მიღებისა, ასევე ჩართული იყო ფიზიკური თერაპიასა და დადიოდა ასევე სპეციალურ პედაგოგთან. ოკუპაციური თერაპია იყო ოკუპაციური თერაპევტთან დადიოდა 15 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმუმ სამუშაო საათი იყო 20. ძალიან მოკლედ დრო ვისაუბრეთ ასევე მიზნებზე, რომლებსაც მივყვებოდით თერაპიების განმავლობაში. პირველი მიზანი, რაც გამოკვეთილი იყო თავად, რა თქმა უნდა, მოზარდისგან, ეს იყო თასმის ევრისა და საათის დამოუკიდებლად შეკვრა. და ჩვენ ამისათვის თერაპიულ სივრცეში ვიყენებდით საქმიანობის მოდიფიცირებას და სხვა სტრატეგიების შევთავაზეთ, რის შემდეგაც მან შეძლო, რომ დამოუკიდებლად შეესრულებინა ეს საქმიანობები. რის შემდეგაც გამოიკვეთა უკვე ახალი მიზანი, რაც იყო ბანაობა, რადგანაც მას კვლავ სჭირდებოდა დედის დახმარება ბანაობის საკითხებში. ამისათვის მოხდა ჩემი მხრიდან მათი საბაზონო სივრცის შეფასება, შემდეგ რეკომენდაციების მიწოდება, თუ რა ტიპის მოდიფიცირება შეიძლებოდა დამხმარე ყოფილიყო სახლის გარემოში, რა ტიპის სტრატეგიები შეიძლება გამოიყენებინა და რესურსები ბანაობის პროცესში. და გარდა ამისა, თერაპიულ სივრცეში ვიყენებდით სახსათა მოძრაობის სიფართისა და ძალის გაზრდის აქტივობებს იმისათვის, რომ მეტი პიროვნული რესურსი ქონოდა ამ საქმიანობაში ჩართულიყო. რის შემდეგაც ამ მიზნის მიღწევის შემდეგ უკვე გამოჩნდა ახალი მიზანი, რაც იყო პროფესიული ორიენტაცია და ყველაზე დიდი აქცენტი მინდა გავაკეთო ზუსტად პროფესიულ ორიენტაციაზე.
ნაბიჯები, რასაც მივყევით პროფესიის არჩევისას, ეს იყო პირველი პროფესიულ ორიენტაციაზე მუშაობის შეთავაზება, ეს იყო პირველი შემთხვევა კლიენტთან მუშაობის მანძილზე, როდესაც კონკრეტული სამუშაო გეგმა და მიზანი არა მათგან, ოჯახისგან ან თვითონ მოზარდისგან მომდინარეობდა, არამედ თერაპევტისგან იყო, ასე ვთქვათ, პროვოცირებული, თუმცა ძალიან გაუხარდათ და გადავწყვიტეთ, რომ მივყოლოდით ამ მიზანს. შემდეგ ეტაპი იყო უკვე პროფესიებისგან გაცნობა და ინტერესების გამოკვეთა. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვქონია რაღაც კონკრეტული უკვე შაბლონი რაღაც პროფესიებისა, საიდანაც ვირჩევდით, არამედ მივყევით როგორც ნებისმიერი მოზარდი, სრულიად ფართო სპექტრიდან და ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, მიდგომა იყო ის, რომ პირველ რიგში გამოგვეკვეთა ამ მოზარდის ინტერესი და შემდეგ გვეძღვნა, თქვათ, ამ პროფესიის მორგებაზე, მის, ასე ვთქვათ, საჭიროებებზე. როდესაც ავარჩიეთ რამდენიმე მისთვის შედარებით საინტერესო პროფესია, გადავწყვეტ, რომ დავკავშირებოდით კოლეჯს და მე თვითონ მოზარდის დედა ერთად ვესტუმრეთ კოლეჯს, სადაც დაგვხვდა სპეციალისტი და დაგვათვალიერებინა და მქონდა საშუალება მოზარდს რომ დაგვირებოდა უშუალოდ სივრცეში, თუმცა არ ქონია მოსინჯვის, სხვადასხვა პროფესიის მოსინჯვის საშუალება. რის შემდეგაც, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესი იყო რეფლექსია, უკვე იმაზე თუ რა ვნახეთ, ეს რეფლექსია იყო მრავალმხრივი, ჩემსა და მოზარდ შორის, ჩემსა და მშობელ შორის, უშუალოდ სამივესთან ერთად, ოჯახში, იმისათვის, რომ საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მიიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა პროფესია იყო ყველაზე საინტერესო მისთვის. და ბოლო ეტაპი იყო უკვე შემდეგ რაც პროფესია აირჩიეს, იყო უკვე პრაქტიკული მოსინჯვა. პრაქტიკული რაც ვიცით, რომ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რაღაცნაირად ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, განცდა ქონდეს იმის, რომ ნამდვილად საინტერესო შესაბამისია პროფესია. თუმცა უშუალოდ კოლეჯის სივრცეში არ იყო შესაძლებელი, რომ მას, ვთქვათ, დასწრებოდა ლექციაზე ესინჯა საკუთარი თავი ამ პროფესიაში და ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ ჩემი თერაპიული სივრცე, თერაპიული საათები გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღო ამ პროფესიაზე და ქონოდა და პრაქტიკულადაც გვეცადა რაღაც ასპექტები. იმისათვის, რომ ყოველივე ეს მოკლედ ემსახურებოდა ტრანზიციის გამარტივებას, დამოუკიდებლობის წახალისებას და ასევე ზრდასრულობაში გადასვლას და იმისათვის, რომ მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჩემი პერსპექტივით არ გამიზიარებინა რა იყო გამოწვევები და რა მეტნაკლებად რესურსები, ამისათვის ჩავატარეთ ინტერვიუ როგორც მოზარდთან, ასევე მშობელთან და მინდა გაგიზიაროთ მათი შეფასებები. დაბლა არის ეს ციტატები, რომელსაც აღარ წავიკითხავ, თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ, რომ დროში არ გავწელო ძალიან, თუმცა მოკლედ, ასე ვთქვათ, მთავარი ასპექტები, რაც ამახვილებს მოზარდი ყურადღებას არის ის, რომ ამ საკითხებზე მუშაობამ და ოკუპაციურ თერაპევტის ჩართულობამ ინტერესი გაუჩინა მას დამოუკიდებლობის მიმართ და მომავლის მიმართ, ან პირველად ქონდა შეგრძნება, რომ ან ცოტა მეტად იყო დამოუკიდებელი და ქონდა მიმღებლობა იმისა, რომ დახმარებოდა მუდმივად სხვა რაღაც საქმეების შესრულებისას, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტი ინტერესით ეკიდებოდა და პირველად გაუჩნდა ფიქრები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ვაკეთებდე, როდესაც უკვე ზრდასრული გავხდები. გარდა ამისა, ისწავლა ის შეძლო, რომ შეესრულებინა ის საქმიანობები დამოუკიდებლად, რასაც ვერ ასრულებდა და რაც ყველაზე მთავარი, არა მხოლოდ თერაპიულ გარემოში მოხდა ყოველივე ეს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გადაიტანა და თვეების შემდეგაც მტკიცდება, რომ დღემდე იყენებს ამ სტრატეგიებს. და ყოველივე ამით ამ დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობის მოსვლასთან ერთად ის შეგრძნება თუ რამდენად თვითკმაყოფილია და რამდენად ამაყია საკუთარი თავით. და ასევე რაც აღნიშნა იყო, რომ თვითონ თერაპიების პროცესი იყო მისთვის სასიამოვნო და ამაში განსაკუთრებით გამოიყოფა ის, რომ ქონდა შეგრძნება, რომ მას ეპყრობია როგორც დასრულს, ან თერაპიულ სივრცეში მას ქონდა შესაძლებლობა, რომ ღიად გამოიხატა მისი სურვილები და ასე ვთქვათ, წამყვანი ქონდა შეგრძნება, ზუსტად ის იყო წამყვანი და მასზე იყო, ასე ვთქვათ, აგებული მთელი პროცესი. შემდეგ, რაც შეეხება მშობლის შეფასებას,
მშობლის შეფასებაც უმეტესად იყო პოზიტიური, ისიც აღნიშნავს, რომ მოზარდს მოზარდის შემთხვევაში მეტად წახალისდა საქმიანობების დამოუკიდებლად შესრულება და განსაკუთრებით მადლიერი რის გამოც იყო, ეს არის ის, რომ გამოიჩინა ინიციატივა, იჩენს უკვე ცხოვრებაში ინიციატივას, ინტერესს, აქვს მეტი უნარი, რომ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, მიიღოს გადაწყვეტილება, იმსჯელოს და მოკლედ მეტად თამამი არის მსგავსი მსჯელობის პროცესებში, რაც უმნიშვნელოვანესია ასევე ზრდასრულობისთვის. კითხვაზე იმ კითხვაზე თუ რაც შეცვლიდა, აღნიშნავს, რომ მას არ ქონდა საკმარისი ინფორმაცია სანამ ოკუპაციური თერაპევტთან განმომისამართებოდა თუ რა საკეთებს რეალურად ოკუპაციური თერაპევტი და ისურვებდა რომ მეტი საათი ჰქონოდა და მეტი დრო დათმობოდა ამ თერაპიებს და გარდა ამისა ისურვებდა რომ განსაკუთრებით მოზარდებისთვის ყოფილიყო რაიმე ვთქვათ ჯგუფური თერაპიის სახი, სადაც ამ მოზარდებს საშუალება ექნებოდათ სოციალიზაციის, საკუთარი აზრის დაფიქსირების, სხვა თემებზე მსჯელობის და მოკლედ ინიციატივის გამოხატვის სივრცე იქნებოდა, რადგანაც ფიქრობს, რომ ამჟამად მოზარდებს არცეთ გარემოში მეტნაკლებად არ აქვთ ამის შესაძლებლობა. რაც შეეხება ჩემი როგორც სპეციალისტის შეფასებას ამ შემთხვევაში, მინდა რომ რამდენიმე ეტაპად დავყო, რაც რაღაცნაირად ჯაჭვიერი და ერთმანეთზე მოქმედებს განყენებულად ვერ განვიხილავთ, თუმცა ჩემი ერთ-ერთი პირველი გამოწვევა იყო ის, რომ მგონია რაღაცნაირად დავიწროებული ხედვა გვაქვს ხოლმე ხშირად თერაპევტებს, თუნდაც ის, რომ პროფესიულ ორიენტაციაზე მუშაობა რეალურად არ ყოფილა ჩემი იდეა, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა გავლილი უნივერსიტეტში კურსი და ვიცოდი, რომ ყოფილიყო ჩემი როგორც ოკუპაციური თერაპევტის სამუშაო სფერო, სანამ ჩემმა სუპერვიზორმა არ მითხრა, რომ ისეთი ასაკები შეგიძლია, რომ ეს თემა წამოჭრა, ჩემით ვერ მივხვდი, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მქონდა განცდა, რომ ეს პროგრამა რაღაცნაირად დავიწროებულად უყურებდი, რომ რა შემიძლია გავაკეთო თერაპიულ ოთახში. და მგონია, რომ ეს სხვა რაღაცებზეც ისახება ხოლმე ზოგადად და ამის წახალისება, რომ რაც შეიძლება გავცდეთ, ასე ვთქვათ, თერაპიულ ოთახებს. ასევე არ მქონდა საკმარისი ინფორმაცია და არ ვიყავი საკმარისად მზად, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა იყო, რომ მუშაობდი პროფესიულ ორიენტაციაზე და მეც გზადაგზა ვიგებდი რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი. რაც ასევე მოქმედებს იმაზე, რომ საკმარისი მეტი დრო იხარჯება, მეტი რესურსი იხარჯება და გარდა ამისა ეს დროითი რესურსისაც არ იყო საკმარისი, როგორც თუნდაც მშობელმა აღნიშნა და ასევე თუნდაც ის, რომ კოლეჯში ვიზიტი და ასე შემდეგ ეს სპეციალისტის სამუშაო საათებში რეალურად არ არის გათვალისწინებული. მეორე, უშუალოდ რაც მგონია პროგრამის გამოწვევა, თუმცა პროგრამის და სხვა სპეციალისტის ერთდროულად ვიტყოდი, ამას მით უმეტეს ვერ გადავცალკებ. ეს არის ერთი მხრივის, რომ მგონია, რომ ჩვენი სივრცე ნაკლებად არის მოზარდების საჭიროებებზე მორგებული. თუნდაც თერაპიული ოთახები, რესურსებიც გვაქვს, უმეტესად არის პატარა ბავშვების საჭიროებებზე და ჩვენ როგორც თერაპევტს მეტი ესე ვთქვათ რესურსი გვაქვს, რომ შედარებით პატარებს უკეთესი სერვისი გავუწიოთ. გარდა ამისა, ზოგადად გუნდური მიდგომის ნაკლებობა და ტრანზიციაზე საკმარისი ყურადღების გამახვილების ნაკლებობა. რაც ხშირად ან საერთოდ არ ხდება ხოლმე, ან შეიძლება იყოს საკმაოდ დაგვიანებული. და ამ პროცესშიც რეალურად რაც ცუდი იყო, თუნდაც ამ кейსის შემთხვევაში არის ის, რომ მე მუშაობდი ცალკე და არ მქონდა სხვა თერაპევტებთან, ვთქვათ, კოლაბორაცია, რაც მგონია, რომ ბევრად, ასე ვთქვათ, გლუვს გახდი და ამ პროცესს და უნიშნულოვანესი რაღაცნაირად სრულად რაც სრულყოფილი სახე მიიღოს. და არ ამკაფიოთ განსაზღვრული მიზნები, რაც აისახება როგორც დამოუკიდებლობის საჭირო უნარებზე, ტრანზიციაზე, ასევე ზოგადად მთელ სამუშაო პროცესზე და მგონია, რომ მოკლედ ესეც რაც ერთ-ერთი გამოწვევა არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში. შემდეგი ცოტა უფრო რომ გავცდეთ უშუალოდ პროგრამას და მგონია სისტემათა შორის კავშირები არის ხოლმე ხშირად გამოწვევა, მაგალითად ის, რომ არ არსებობს რაღაც კონკრეტული კოლაბორაცია, თუნდაც პროგრამასა და პროგრამის პროვაიდერებსა და სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელს თუ დასაქმების ადგილებს შორის, რადგან თუნდაც როგორც მოზარდმა აღნიშნა, ციტატაში არის, რომ ის ძალიან დიდი დანაკლისი იყო, რომ კოლონში არ ქონდა საშუალება, რომ მოესწრო თვითონ ეს პროფესია და მსგავსი ასე ვთქვათ შეთანხმება მგონია, რომ მნიშვნელოვნად წაახალისებს
პროფესიის არჩევას და ზოგადად დამოუკიდებლობის დახმარებას. და გარდა ამისა ის რომ ძალიან უეცარი არის ხოლმე ტრანზიციები განსაკუთრებით მოზარდობიდან დასრულებაში რაღაცნაირად 18 წლის როგორც კი შეუსრულდებათ ხოლმე ბავშვებს თითქოს წყდება ყველანაირი სერვისი და რაღაცნაირად ამისთვის მზად უმეტესად არ არიან ხოლმე და ეს რაღაცნაირად უეცარი წვეტა არ უნდა იყოს და უნდა იყოს რაღაცნაირად ძალიან მკაფიო გეგმა როგორ მივდივართ დასრულებამდე. და ყველაფერი ეს რეალურად ჯდება იმ სოციალურ და კულტურულ კონტექსტში, რაშიც გვიჭდავს მუშაობა და ოჯახებს მოზარდებს ცხოვრება. ჩვენ შემთხვევაშიც იყო მსგავსი გამოწვევები, რაც მგონია რომ ზოგადად კულტურული ფენომენია ის რომ მაგალითად ზედმეტად დამოკიდებულები არიან შეძლების მქონე ბავშვები და მათი მშობლები ერთმანეთზე. რაღაცნაირად კაფიოდ აღქმა არ არის ხოლმე ჩამოყალიბებული იმისათვის, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ შეძლოს დამოკიდებად საქმიანობის მნიშვნელობა, შესრულება. და განსაკუთრებით რატომ არის მნიშვნელოვანი რომ დამოუკიდებლად იღებდეს, თქვა მოზარდი გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით თუ რის იკეთება სურს და კონდეს რაღაცნაირად სივრცე უსაფრთხო იმისა რომ გამოავლინოს მისი ინტერესები და გამოაჩინოს ინიციატივა, რაც მთელ პროცესზე უარყოფითად მოქმედებს. ეს არის მოკლედ რაც მინდოდა მესაუბრა და ნაბა გაძლებს მადლობა. მადლობა პირველ რიგში ალბათ სადღაც 1-2-3 წუთი მექნება მაქსიმუმ როგორც ხვდები რომ რაღაცები შევაჯამო. პირველ რიგში მადლობა ნინის ამ გამოცდილების გაზიარებისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოცდილების გაზიარება, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ გვაქვს საჭირო სერვისები ამ პროცესში მოზარდის მხარდაჭერისთვის, რათა შემდგომ ეს გამოცდილებების ანალიზი მოვახდინოთ და შევიმუშაოთ ისეთი მხარდაჭერის გზები, როგორიც სჭირდება თითოეულ მოზარდს და თითოეულ მოზარდს შეიძლება სჭირდებოდეს რაღაც უნიკალური მიდგომა, რადგან თითოეული ადამიანი თავისუფლად უნიკალურია და თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს თითოეული ადამიანი უნიკალურია და გამოცდილებებიც უნიკალურია, ხშირად გამოწვევები და გამოწვევებთან გამკლავების გზები და ზოგადი მექანიზმები და მხარდაჭერის გზები შესაძლოა იყოს მსგავსი, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებდეს პიროვნების უნიკალურობას და ეფუძნებოდეს ამ პიროვნების ჰოლისტურ ხედვას და როგორც ინის მიერ გაზიარებულ ისტორიაში გამოჩნდა, მოზარდობიდან დასრულებაში ტრანზიცია არის ძალიან რთული და მრავალმხრივი პროცესი. ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რომ რაღაც კონკრეტული შესაძლებლობები გამოვვითაროთ ბავშვს, ან მხოლოდ პროფესიულ ორიენტაციაზე ვიფიქროთ, ეს არის ძალიან კომპლექსური პროცესი, სადაც პროფესიული ინტერესების გამორკვევა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარება, ასე კი შესაბამის სოციალურ და პროდუქტულ საქმიანობებში ჩართულობის მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის, რომ ამ პროცესში სხვადასხვა სისტემის, რომლის ნაწილის არის მოზარდი, ამ სისტემების კოორდინირებული მუშაობა და მხარდაჭერა მოხდეს ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და შევსაბი განვიხილო ახლა ის სფეროები, სადაც მოზარდს განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა ბავშვობიდან დასრულებაში ტრანზიციის პროცესში. რადგან რატო ვახსენებ ახლა ბავშვობას, ანუ მოზარდობა ეს არის ცალკე თავის მხრივ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ძალიან ბევრ გამოწვევებთან, თუ შეიძლება შემდეგ სლაიდზეც რო გადავიდეთ. თავის მხრივ დაკავშირებული არის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებთან, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ, კოგნიტურ, სოციალურ, ემოციურ გამოწვევებთან, საკუთარი თავის აღქმასთან და თვითიდენტიფიცირებასთან, ინტერესების კვლევასთან, პირად და სოციალურ ურთიერთობებთან, საქმიანობების ცვლილებებთან და ასე შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მოზარდობა გარდა იმისა, რომ რაღაც ბევრ ახალ შესაძლებლობას გვაძლევს და ბევრ ცვლილებებთან არის დაკავშირებული, არ უნდა დაგვაუწყოს, რომ ასევე არის პერიოდი, როდესაც მოზარდი ემშვიდობა ბავშვობას და ძალიან მნიშვნელოვან დანაკარგებთანაც უწევს გამკლავება. შესაბამისად, ამ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ, როდესაც ვფიქრობთ იმაზე, რომ როგორ გავუწევთ მხარდაჭერა მოზარდს, რათა შემდგომ უზრუნველყოთ მისი წარმატებული ტრანზიციას დასრულებაში. ერთ-ერთი შემდეგ სლაიდზე რო გადავიდეთ, თუ შეიძლება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სფერო ეს არის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და ხშირად წარმატებული ტრანზიცია იწყება იმით, რომ მოზარდს უნდა მივცეთ სივრცე იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაგალითად იზრუნოს საკუთარ თავზე, დამოუკიდებლად მოიმზადოს მარტივი საკვები, დაგეგმოს ყოველდღიური აქტივობები, გამოიყენოს ტრანსპორტი და ასე შემდეგ. რაზეც მუშაობა სინამდვილეში შეიძლება საკმაოდ ადრეული ასაკიდანვე და შესაძლოა იმუშაოს ოჯახმა, სკოლამ, სადაც განათლებას იღებს ბავშვი
ბავშვი, რეაბილიტაციის ცენტრმა და ასე ვთქვათ, ყველა იმ სისტემამ, რისი ნაწილიც არის ბავშვი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ისი მხარდაჭერა და წახალისებაც გვივალება, ვფიქრობ, ეს არის ის, რომ მხარი დაუჭეროთ მოზარდს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად, თუმცა გქონდეს იმის განცდა და შესაძლებლობა, რომ შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, იყოს ინიციატორი და მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც პროფესიის არჩევა იქნება თუ რაღაც ნებისმიერი საქმიანობა, რაშიც უნდა ჩაერთოს მისი მშობლების, თერაპევტების და სხვა ადამიანების მიერ. შესაბამისად, ძალიან ყველაზე მთავარი რგოლი ტრანზიციის პროცესში და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი არის თვითონ მოზარდი და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. შემდეგ სლაიდზე რო გადავიდეთ, დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, ვერ ვითარდება იზოლაციაში, ამიტომ შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც გამოყავით, ეს არის სოციალური ჩართულობა და ამ შემთხვევაში ძალიან აქტიურად უნდა შევუწყოთ ხელი მოზარდს, ჩაერთოს ასაკის შესაბამის სოციალურ საქმიანობებში თანატოლებთან ერთად, მიიღოს ის გამოცდილებები, რასაც ამ ასაკის ადამიანები იღებენ სხვა საქმიანობებში ჩართულობით, იკვლიოს თავისი ინტერესები და შესაძლებლობები, შესაძლოა ხელი შევუწყოთ მოხალისეობის გამოცდილებას, ან მუშაობის გამოცდილებას და ასე შემდეგ. და შემდეგ სლაიდზე რო გადავიდეთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ინტერესების და შესაძლებლობების კვლევა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ თავისუფალი დრო დავგეგმოთ სხვადასხვა საქმიანობებით, არამედ მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ მოზარდმა შეძლოს შემდგომ საკუთარი პროფესიული ინტერესების კვლევა, საკუთარი შესაძლებლობების კვლევა, რა შეუძლია, რა მოწონს, რა არ მოწონს და რა შესაძლებლობები არსებობს გარემოში იმისთვის, რომ გადავიდეს, ასე ვთქვათ, დასრულების ეტაპზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ხაზგასმა იმის, რომ სისტემები, რომელიც სისტემის ნაწილიც არის მოზარდი, უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან და უნდა მოხდეს კოორდინირებული მოქმედება. ამ შემთხვევაში იგულისხმება ძირითადად თვითონ მოზარდი არის წამყვანი პირი, ოჯახი, მისი ძირითადი სოციალური გარემო, ძირითადად განათლების სისტემა და ჯანდაცვის და სოციალური ზრუნვის სისტემები. მინდა აღნიშნო, რომ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული მოდელი, რომელიც უბრალოდ ხელს უწყობს მოზარდის ტრანზიციას ბავშვობიდან ზრდასრულობაში, არის ბრიტანული მოდელი და სწორედ ამ მიდგომას იყენებენ მოზარდის ტრანზიციის პროცესში მხარდასაჭერად. აღარ გამავრცობ ამას, იმიტომ რომ შეგიძლიათ მოკეთ თქვენც წაიკითხოთ და მიხვდეთ, რომელი სისტემების მუშაობა არის ამ პროცესში მნიშვნელოვანი და მოკეთ ამით შევაჯამებ ყველაფერს. მადლობა ძალიან დიდი და კითხვების შემთხვევაში. ყველაზე საინტერესო თემა ვეღარ მოგვიხევი და მომავლისთვის გადავდოთ ეს ბოლო. აუცილებლად. და დიდი მადლობა. და გადავიდეთ ახლა თამუნა სეფერთელაძეზე, რომელიც სწრაფად მოგვიყვება. სანამ უკვე დაგვაკლდა 1-5 ადამიანი, ეგებ მანამდე ფოტო გადავიღოთ და მერე მოგვიყვეს თამუნა. ჩართეთ კამერები თუ შეიძლება. 1 წუთით ჩართეთ კამერები, გადავიღებ ფოტოს და მერე სულ ყველა შეგვიძლია შემდეგ გადავიდეთ. ეს პირველი ნაწილი გადავიღეთ და ახლა მეორე ნახევარზე გადავალ. ჩართეთ რუსუდან აბრალავა, მჟავია, ფიფია, ნინი, ფატიმა. ჩართეთ ყველა ვიდეოები თუ შეგიძლიათ და აი აბა ინგლისურადაც თქვი თუ გინდა ნანა გველოდება. ვინ გველოდება? კატერინა. გონია რომ დავამთავრე. No, Katarina, we will now make photo until some of them leave us and then the parents will speak about her or his challenges due to the transition. Okay, I have to leave for the next session. Thank you for your efforts and the wonderful session, and have a very good afternoon. Thank you. Bye-bye. Thank you. რეგლამენტი უნდა დავაწესოთ ხოლმე, რეგლამენტი. აუცილებლად, იმიტომ რომ პირველი გრძელმა მოხსენებამ სხვებს წაართვა შანსი, რომ ელაპარაკათ სრულყოფილად. აბა მაშინ დავიწყებ, კიდე მეტი დრო რო არ დაგაკარგინოთ. დღეს მე ვარ წარმოდგენილი ორი ტყუპი გოგონას მშობელი.
13 წლის გოგონები მყავს და ჩვენი ტრანზიცია მოხდა ბავშვობიდან მოზარდობაში. დღეს მყავს თინეიჯერი ბავშვები და ძალიან ბევრი გამოწვევები. წარმოიდგინე რომ შეგექმნათ, ვახსენებ ბევრჯერ კესო ტასოს. კესო არის GMFS-ის მეოთხე დონე, ანუ ეტლით მოსარგებლე და ტასოა GMFS-ის მესამე დონე, ხადულიკით, ვუქერით, ბოდიში, ვუქერით გადაადგილდება. და ის გამოწვევები, რაზეც მე ხავ ვისაუბრებ, ძალიან მოკლედ, რეალურად ამ რა რეალობაშიც ჩვენ ტრიალებთ, მუდმივად ვაწყდებით. და ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევები და მუდმივად ვცდილობთ გადააჭრის გზები მოვიწიოთ. პირველი ეს არის ფსიქოლოგიური გამოწვევები, დაბალი თვითშეფასება და დამოუკიდებლობის ნაკლებობა, მუდმივი დამოკიდებულება ასისტენტზე ან ოჯახის წევრებზე, შფოთვა, დეპრესია, იზოლაციის გამო. სწორედ იმ ასაკში არიან დღეს მისი თანატოლები, როდესაც იწყებენ დამოუკიდებლად სკოლის გარეთ სიარულს, აი პატარა მაგალითს მოვიყვან ძალიან უცებ, სკოლის გვერდზე გვაქვს მაკდონალდი, ბავშვები გაკვეთილების შემდეგ მიდიან მაკდონალდში მშობლების გარეშე. და რადგან ყველა მიცის, რომ ჩემ გოგოებს სჭირდებათ ასისტენტი ან მშობელი, რომელიც მათ უნდა ახლდეთ, ეს აი ამ ბავშვებში იწვევს გარკვეულ დისკომფორტს, რის გამოც ჩემი გოგოები რჩებიან სკოლაში ან უბრალოდ ბრუნდებიან სახლში და ისინი ვერ ახერხებენ ადაპტირებას თანატოლებთან. ასევე ნებისმიერ ღონისძიებაზე, როდესაც კლასი მიდის, იმის გამო, რომ არის ბევრი ბარიერი, გოგოები ამ აქტივობაში ვერ იღებენ მონაწილეობას და ეს გარკვეულ შფოთვას იწვევს და იმას, რომ ისინი ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ვერც ეტლით და ვერც ვოქერით გადაადგილებას. შემდეგი გამოწვევები გვაქვს სოციალური გამოწვევები, ეს არის განსხვავებული ინტერესები და ცხოვრების სტილი, მიუწვდომელი ინფრასტრუქტურა, ბარიერები საზოგადოებრივ სივრცეებში, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე. აქ მაგალითად შემიძლია ისეთი რაღაცა ვთქვა, რომ როგორც აღნიშნეთ, დღეს თინეიჯერები, მათი ინტერესები გარდა იმისა, რომ მშობლების გარეშე იყვნენ და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად იყვნენ საერთოდ, არის ის, რომ მათ დაიწყეს მაგალითად ბრანჭიობა, მაკიაჟის წასმა, სხვადასხვა ინტერესები გაუჩნდათ იქ, შეყვარებულები და ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე, ჩემი ბავშვები სკოლა, კლინიკა და სახლი აი ამ სივრცეში მოძრაობენ, მათი ინტერესები სრულიად სხვა არის. რის გამო ზუსტად აი ეს თანახვედრა და გაერთიანება თანატოლებთან ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. და თუნდაც ის რაც ვახსენე, რომ აი მაკდონალდში რომ მიდიან, თუნდაც მე რომ მოთხოვ და რომ მითხრან ბავშვებმა, რომ კარგი, წამოიყვანე და ჩვენთან ერთად იყავით. ფიზიკურად ვერ შეძლებ, იმიტომ რომ კვლავ როგორც იყო 10 წლის წინ, 13 წლის წინ, დღესაც ყველგან არის ბარიერი და ვერც ეტლით ვერ მივაღწევ დანიშნულების ადგილს და ვერც ვოქერით. ეს გამოწვევა იყო და რჩება და ის სკოლა, რომელიც თუნდაც დღეს შერჩეული გვაქვს, მე ვცხოვრობ ისანში, სკოლა მაქვს წერეთელზე, მხოლოდ იმიტომ, რომ თუნდაც ჩემს უბანში ერთი სკოლა ვერ ვნახე ადაპტირებული, სადაც ეს ბავშვები შეძლებდნენ სიარულს. ანუ ადაპტირება კვლავ გამოწვევად რჩება დღესაც. თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე, როგორც ვახსენე, საერთო ინტერესები, როდესაც არ აქვთ ბავშვებს, მათთან გაერთიანება რთულია. რაც შეეხება ემოციურ გამოწვევებს, ყოველთვის არის განცდა, რომ განსხვავებულია, არ ეკუთვნის ჯგუფს, მარტოობა, სოციალური იზოლაცია, იმედგაცრუება, დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო. აქაც მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც აქვე პატარა მაგალითი მინდა დავიწყო ისევ, რომ ბავშვები წავედით ექსკურსიაზე, თანატოლები, მაგალითად ვაჟებშოლა სახლ-მუზეუმში. და რა ხდება? ავტობუსიდან ჩვენი ჩამოსვლა ძალიან დიდი დისკომფორტი იყო, ბავშვები მოთმინებით გველოდებოდნენ, ის რომ მე მუზეუმში შევიდა ყველა და ჩვენ გარეთ დავრჩით. ანუ ყოველთვის ხვდებით ბარიერს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გოგოების აკადემიური უნარები საკმაოდ მაღალია და საკმაოდ კარგადაც მეტყველებენ და რეალურად მათ შეუძლიათ გარემო პირობები რო შეუქმნათ თანატოლებთან მოხდეს მათი ინკლუზია, მიუხედავად ამისა, ამ ბარიერების გამო ამ ყველაფერს ვერ ვახდენთ და ეს გამოწვევები მუდმივად რჩება. გადაჭრის გზები, რა თქმა უნდა, მაქვს თუ შეიძლება რომ გადავიდეთ მე-7 სლაიდზე, ცოტა გამოვტოვე რომ მოკლედ მესაუბრა. გადაჭრის გზებზე და ინტეგრაციის სტრატეგიებზე მაქვს პუნქტებად ჩამოწერილი, რაც უკვე თქვენ ისაუბრეთ, მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, თერაპია, თანატოლთა ცნობიერების ამაღლება, ინკლუზია, ადაპტირებული გარემო, ოჯახური მხარდაჭერის გაძლიერება. ამას, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ და არის ცვლილებები, მაგრამ მაინც ანუ უფრო მეტად გვჭირდება მხარდაჭერა და უფრო მეტად იმ ორგანოების ჩართვა, რომ მოვახდინოთ ამ ბავშვების ინკლუზია, ადაპტირება, იმიტომ რომ
რეალურად იმის გულისთვის რომ დაიჩაგროს ბავშვი რომ ფიზიკურად ვერ გადის ერთი სივრციდან მეორე სივრცეში და იმის გულისთვის რომ ინკლუზიის პერიოდში აი ის რაზეც თქვენ ისაუბრეთ რომ პედაგოგმაც კი ხელი უნდა შეუწყოს ამ ბავშვს რომ მოარგოს გარემოს მსგავსი რაღაცები ჯერ კიდე არ ხდება და ის იშვიათი შემთხვევებია როდესაც კლასს გაუმართლებს ან დამრიგებელში ან დირექტორში ან გარემოში ანუ ეს მაინც იშვიათობად რჩება დასკვნის სახით უბრალოდ ერთი რამის თქვა მინდა ამ შემთხვევაში ჩემ ბავშვებიდან რომ საუბრობ რომ ცერებრული დამბლით დავადებული მოზარდებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არ არის მხოლოდ ფიზიკური მთავარია საზოგადოების დამოკიდებულება და გარემოს მიუწვდომლობა და ინკლუზიური განათლება რჩება ისევ დიდ გამოწვევად რომ თანატოლთა მხარდაჭერა და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა შესაძლებელს ხდის მათ გახდნენ სრულფასოვანი საზოგადოების წევრები და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენ მშობლებს ვისაც მსგავსი ტიპის ბავშვები გვყავს რომ მივაწვდინოთ ხმა ყველა ორგანოსთან, რომ გარემო პირობები მაინც შეგვიქმნან იმდენი, რომ ეს ნაწილი ამ პრობლემების ეს ნაწილი მაინც იყოს ჩახსნილი და შეძლებს მსგავსი ბავშვებით გადაადგილება ნებისმიერ სივრცეში. მადლობა ყურადღებისთვის. შეიძლება რომ ერთი რაღაც მინდა დავამატო უბრალოდ ქალბატონ თამარს უნდა უთქვა. აი ძალიან კარგი მეთოდია და ბევრ ქვეყანაშიც და გარემოშიც ჩვენ ქვეყანაშიც უკვე იყენებენ აი ექსკურსიაზე ხო თანაკლასელები რისთვის არიან ისინი უნდა დაგეხმარონ მათ უნდა ჩამოიყვანონ მათ უნდა ისწავლონ მოცდა და ერთხელ გაუჭირდებათ ვიღაცა გამოჩნდება გააპროტესტებს მეორეჯერ მესამეჯერ და შეეჩვევიან ვერ იცხოვრებს თუ მისი გარემო არ იქნება მათთვის მხარდამჭერი ვერც ერთი მთავრობა და ვერც ერთი ადაპტირებული გარემო ვერ შეცვლის ამას მათ უნდა თქვენ ჩააბაროთ ეს ბავშვები და იმ მაკდონალდში უნდა მათ წაიყვანონ და მოუარონ თუ ამას გააკეთებთ მე ნამდვილად მინახავს ბავშვები პატარები რომლებიც ძალიან კარგად უვლიან გაცილებით უფრო მძიმე შეზღუდვის მქონე თავიანთ თანატოლებს. ოღონდ ეს ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ. ზუსტად, ანუ უფროსებმა უნდა მიაწოდონ დამრიგებელმა. ამ შემთხვევაში დამრიგებელი იყო მთავარი რგოლი აი ამ ყველა ჩვენ დაბრკოლებაში და სამწუხაროდ დამრიგებელი არ გამოდგა ის ადამიანი, ვინც ამ ტოლერანტობას, მოთმინებას და ჰუმანიზმს გამოიჩენდა და დღეს მაგალითად მე ამ ადამიანს ვუჭირი, მაგრამ სინამდვილეში რაც თქვენ მოყევით აბსოლუტურად შესაძლებელია, იმიტომ რომ კლასი ნამდვილად დადებითად არის გოგოების მიმართ და ჩართულები არიან გარკვეულ პროცესებში, მაგრამ აი ის ბარიერები, რაზეც ახლა ვისაუბრე, ამისთვის საჭიროა რომ უფროსმა ადამიანმა დაავალოს ჯგუფს და სამწუხაროდ ეს უფროსი ადამიანები, კერძოდ დამრიგებელი ჩვენ შემთხვევაში აბსოლუტურად ცალკე განყენებული პირია, რომელიც არ იღებს მონაწილეობას ამ ბავშვების ჩართულობაში. ანუ ესეთებიც არსებობენ და მე იმიტომ ვახსენე ზედა ორგანოები, რომ დღეს მაგალითად აი დღევანდელ ამ წუთას იმას მივახცე, რომ ზუსტად განათლების სამინისტრომ აიძულა ამ დამრიგებელს ისე ანუ ქცევის წესები დაუწესა და ბოლო ერთი თვეა ეს ადამიანი იქცევა ისე როგორც რეალურად უბრალოდ ჰუმანური ადამიანი უნდა იქცეოდეს. ანუ არსებობს დღეს რაღაცა ბერკეტები, რომლითაც აიძულებ ადამიანს მიმღებლობას და შესთავაზებ იმ იდეებს, როგორ შეიძლება ადაპტირება მოხდეს ამ ჩემი გოგოების სიტყვაზე კლასში. და ზოგ ადამიანს ეს თავიდან შინგნიდან მოსდის, არიან მასწავლებლები, რომლებსაც არ ჭირდებათ არანაირი ინფორმაციის მიწოდება, ისინი იმპროვიზაციას იქვე აკეთებენ, მაგრამ პირველი პირი დამრიგებელი, ეხლა დეტალებს რო გავყვე, საერთოდ სასწავლებლები გადაგვხდა, სასწაულად რომ იქცეო და განათლების სამინისტროსთან ბრძოლის, წერილების წერის, განცხადებების და ბევრი ადამიანის შეწუხების მერე მივახციე იმას, რომ ამ ორგანომ დამრიგებელს დაავალდებულა მოგცევის წესები დაუწესო, როგორ მოექცეს ჩემ გოგოებს და როგორ ჩართოს გოგოები თანატოლებთან ჯგუფურ ამ ინტეგრაციაში და ამ ყველაფერში, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთულია და ესე არ უნდა იყოს, რომ გარებთან კაკუნი მიწევდეს ამაზეა საუბარი და უნდა იცოდეს მით უმეტეს დამრიგებელმა მსგავსი ტიპის ბავშვებთან მუშაობა, რომ ეს არ საჭიროებს რაიმე ზეგანათლებას, ეს უბრალოდ ადამიანობა, ტოლერანტობა და იმპროვიზაცია, როგორ ჩავრთოთ თან ბავშვები, რომელსაც აქვთ მაღალი აკადემიური უნარები. აქ არც მეტყველების შეფერხება გვაქვს, აბსოლუტურად არაფერი, უბრალოდ ვერ გადავაადგილდებით. და იმის მაგერად რომ ხელშეწყობა იყოს, პირიქით ბარიერები და გარკვეული ბულინგის ხერხი გავხდით სამწუხაროდ. ასე რომ
გვჭირდება ვიღაც ორგანო, ვინც დაგვიცავს. თუ შეიძლება დავამატებ პედაგოგებს არა მარტო ავალდებ ეს მათი პირველი მოვალეობა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში პირდაპირ ჩაწერილია ეს კანონი ინკლუზიის შესახებ, რომელიც უნდა სრულდებოდეს, არ უნდა ჭირდებოდეს არც მშობელს, არც ვინმეს ამაზე მითითება. ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა და ჭირდება ესეთი რაღაცების ჩატარება, რომ მივიყვანოთ აქამდე. ბევრი რამე არის მოვალეობა, მაგრამ კი, მონიტორინგის არ ქონის გამო ზუსტად მაგიტომ ეს ინდივიდუალური გეგმები ცარიელი ფურცლებია და მხოლოდ აი ესე ზეწოლის საშუალებით შეიძლება ფონს გავიდეთ და ეს მე ვახერხებ ამას, მაგრამ არიან მშობლები, რომლებიც ამას უბრალოდ ვერ ახერხებენ და ეს ბავშვები უბრალოდ გარიყულად არიან და იჩაგრებიან. თორე რეალურად მე ამ ყველაფრისთვის ვიბრძვი და ნახევარწევეტი დამსწრე საზოგადოება მიცნობს და უკან არ ვიხევ არაფერზე, მაგრამ სხვა მშობლებმა რა თქვა, ვისაც ამის ფუფუნება არ აქვთ, რომ ესე იბრძოლონ და ყველა კარზე აკაკუნონ, რომ გვაღიარეთ, რომ მიგვიღეთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება შეცოდება, გვჭირდება გვერდში დგომა და ჰუმანური, უბრალოდ ადამიანური დამოკიდებულება. ეს გამოწვევა სამწუხაროდ დღემდე არის და ძალიან რთულია ამის მიღება. დავამთავროთ. თუ არის კიდე რა. ხო, ერთი რაღაც დამატება მინდოდა თუ შეიძლება მოგესალმებით. ზუსტად აი მხარდაჭერ გარემოსთან დაკავშირებით იყო ესეთი პროექტი სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება სკოლაში. და არსებობდა ესეთი პროექტი არასამთავროებმა შეიმუშავეს განათლების სამინისტროსთან ერთად და უნდა დანერგილიყო და გადაწყვეტილებაც მიღებული იყო, მაგრამ მე რატომღაც შეფერხდა და აი ზუსტად ეხა ამ მაგალითებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად ხედავ აქტუალობას ამის, რომ სოციალურ-ემოციური უნარები ისწავლებოდეს მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც, რომ მხარდაჭერი გარემო იყოს ასეთი ბავშვებისთვის და ასე რომ არ არის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები, არამედ გარემოა შეზღუდული ამ ბავშვებისთვის მე უფრო მგონი ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ მდგომარეობიდან და ამ კერძო ამ კონკრეტული მაგალითიდან. თუმცა ეს აუცილებელია და გადამზადებას მეთუდეს პედაგოგები, იმიტომ რომ პირველ ბავშვთანაც კი აქვთ პრობლემები არათუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონესთან. ასე რომ იქნებოდა მსგავსი აქტივობა. უნდა დაინერგოს არის ასეთი პროექტი და ალბათ დაინერგება კიდევაც. ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის, მომხსენებლებს განსაკუთრებით დიდი მადლობა შვენიერი გადასარევი პრეზენტაციებისთვის. მომავალ წელსაც რამეს მოვიფიქრებთ კიდე. მადლობა. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა.